ამრიგად, ერთსა და იმავე მცენარეს განსხვავებულ პირობებში შეიძლება განსხვავებული ჰაბიტუსი, განსხვავებული გარეგნობა გააჩნდეს. პირველად ჰუმბოლდტმა მიაქცია ყურადღება იმას, რომ ლანდშაფტის ფორმირებაში აი მცენარის ფორმას აქვს განსაზღვრელი მნიშვნელობა. და კერძოდ მნიშვნელობა აქვს მის ფიზიონომიას, ანუ გარეგნობას, მათი მიწისზედა ნაწილების ფორმას, როგორც ნახეთ, ტოტების ფორმას, ღეროების დატოტვას, თვით ღეროს სიდიდეს, ვარჯის მოყვანილობას, ვარჯის ფორმას, როგორც ჩვენ აი ნაძვის შემთხვევაში ვიხილეთ რამდენიმე მაგალითი, ზრდის მიმართულებას, ანუ საით არის გადახრილი, ფოთლის ზომასა და ფორმას და მრავალ სხვა ფაქტორს. მან ყველა მცენარე აი იმის საფუძველზე შეიმუშავა კლასიფიკაცია და ყველა მცენარე 16 ფორმად დაჰყო და მათ შორის პალმის ფორმაში იყო შეყვანილი ყველა ის მცენარე, რომელიც ჰაბიტუსით პალმას წააგავდა, ალოეს, მიმოზის, კაქტუსის და აგავის და მრავალი სხვა ფორმის. არანაკლებ მნიშვნელობა აქვს მიწისქვეშა ორგანოებსაც, ეს რაც შეეხებოდა მიწისზედა ორგანოებს, მაგრამ მიწისქვეშა ორგანოებსაც არანაკლები მნიშვნელობა აქვს, კერძოდ ფესვებს, ფესურებს, ბოლქვებს. ეს განსაკუთრებით ითქმის ბალახოვან მცენარეებზე, რომლებიც ისედაც მცირე ზომისანი არიან. აი მიწისქვეშა ორგანოების თავისებურებათა მიხედვით შესაძლებელია ვიმსჯელოთ მცენარის გადაზამთრების გზებზე და ვეგეტატიური განახლების თავისებურებებზე. ზოგადად მცენარის ჰაბიტუსი განისაზღვრება მიწისზედა და მიწისქვეშა ორგანოების ზომითა და ფორმით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვეგეტატიური ორგანოები, რომლებიც უზრუნველყოფენ მცენარის კვებას, ზრდას და ინდივიდუალურ განვითარებას. ისინი მუდმივია და უცვლელია. რეპროდუქციული ორგანოები, ყვავილები, ყვავილედები, თესლები, გირჩები, სპორანგიუმები მცენარეზე მუდმივად არ ჩანან. ის მათი ცხოვრების გარკვეულ ნაწილს იკავებენ მხოლოდ, აი გარკვეულ დროს არიან მხოლოდ. ხოლო როდესაც ჩნდებიან ჰაბიტუსზე მნიშვნელოვნად არ ზემოქმედებიან, მაგალითად გირჩები ფიჭვის ან ნაძვის ჰაბიტუსზე ფაქტობრივად გავლენას არ ახდენს. იგივე ბალახოვანი მცენარის მცირე ნაყოფები მის ჰაბიტუსზე გავლენას მაინც და მაინც არ ახდენს და ასე შემდეგ. ტერმინი სასიცოცხლო ფორმა დანიელმა მეცნიერმა ვარმინგმა მე-19 საუკუნის ბოლოს შემოიღო. და ეს არის ფორმა, რომელშიც მცენარის ვეგეტატიური სხეული იმყოფება გარემო პირობებთან სრულ ჰარმონიაში, თავისი მთელი სიცოცხლის განმავლობაში, დაწყებული თესლიდან და დამთავრებული მცენარის სიკვდილით. სასიცოცხლო ფორმის კავშირი გარემოსთან მრავალგვარია და განპირობებულია გარემოთი. აი მაგალითად ლიანები ავიღოთ, ხო? დამახასიათებელია ისინი ტენიანი ტროპიკული ტყეებისთვის. მათი ღეროები ძალიან მოქნილია, ეხება ხის ღეროებს, ტოტებს და სწრაფად იზრდებიან, ხოლო ფოთლები განუვითარებელია მანამდე, სანამ ეს ლიანის ღერო არ აღწევს ტროპიკული ტყის ზედა იარუსში, სადაც ის ფოთლები სწრაფად ვითარდებიან. მათი ზრდაც ძალიან სწრაფია თვით ამ ლიანების. ფოთლებთან ერთად ყვავილები და ნაყოფები ვითარდებიან და ყველაფერი ეს ხდება ტყის ზედა იარუსში. ეს არის ტროპიკული ტყეებისთვის დამახასიათებელი ადაპტაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა. რატომ? იმიტომ რომ მთავარი მალიმიტირებელი ეკოლოგიური ფაქტორი ტროპიკულ წვიმიან ნისლიან ტყეში ეს გახლავთ სინათლე. სინათლის ინტენსივობის კატასტროფული ნაკლებობა არის ტყის შუა და ქვედა, მით უმეტეს ქვედა იარუსებში. ამიტომ აი ეს ლიანები ასე წყვეტენ ამ სინათლისთვის ბრძოლის პრობლემას, რომ იზრდებიან ძალიან მაღალი ხეების
ვარჯამდეს სწრაფად და შემდეგ იქ ხდება მათი შეფოთლა ყვავილების და ყვავილობა და ნაყოფობა. მეორე უკიდურესობა ეს გახლავთ გართხმული ქონდარა ბუჩქები. როგორც აი ჩვენ სურათებზე რამდენჯერმე ვნახეთ და აი კერძოდ ამ სურათზეც არის გამოსახული, ეს დამახასიათებელია არქტიკისათვის და დამახასიათებელია მაღალი მთებისთვის. ეს არის ამ პირობებში გარემოსთან შეგუების განსაკუთრებული ფორმა. რატომ? ვინაიდან მიკროკლიმატი ნიადაგის ზედაპირთან სხვა არის, ისინი ქმნიან თავისთვის განსაზღვრულ მიკროკლიმატს და ასე უმკლავდებიან არახელსაყრელ ეკოლოგიურ პირობებს. აი ამ სურათზე მოცემული ამ სლაიდზე მოცემული ზედა სურათი სალიქს, ეს არის როგორც ვთქვით, ჩვეულებრივი ხე, ტირიფი. ეს არის ტირიფი, მაგრამ არის 6-3-4-5-6 სანტიმეტრის სიმაღლის ტირიფი.